ბატონი ნიკამელია გახლავთ ჩვენი სტუმარი და მე პრინციპში ამ თავარი და ფუნდამენტალური თემა ჩვენი საუბრისა უნდა იყოს ალბათ და დამიჯერეთ დღეს ყველა ამ თემაზე უნდა საუბრობდეს. ფიდელ კასტრო იძახდა რომ პოლიტპატიმრები არ აქვს. სხვათა შორის აი მე ხა არ მინდა ეს ყოფილი დისიდენტები ვინც არიან პოლიტპატიმრები არ იყო არც ზვიად გაფსახურდია იურიდიულად და არც მერაბ კოსტა მაგრამ პოლიტპატიმრები იყვნენ. სისხლის სამართლის საქმეები აღუდგეს მათაც და ყველას ვის დაჭერილები იყვნენ მასში. და მაშინაც ის კომუნისტებიც ამას ბრახაბრუხობდნენ, რასაც ფიდელ კასტრო და დღევანდელი ჩვენი ესე ვთქვათ ქართული არ აყვავს პოლიტიკა, რეალობა, სულ სხვა რაღაცა არის. არის პოლიტიკური მოტივაციით, რატო დაისახლეს, რა ქვია, პროკურატურა, რატო შეაგდო პარლამენტში ის იდიოტური დოკუმენტი. იდიოტური დოკუმენტია და ვინც მაგი გააკეთა, როდისმე მართა უნდა გასამართლოს და პარლამენტმა დაუშვებელი უმსგავსობა ჩაიდინა ჩემი აზრით და მე ღმერთთანაც მართალი ვარ. არ შეიძლებოდა რაღაცა დანოსის დონეზე და მტკიცებულების გარეშე უბრძანეს პარლამენტს რომ მოხსენითო უფლებამოსილება და მოუხსნეს ნიკამელიას ესე ვთქვათ ეს თავდაცვის ის იმუნიტეტი და ეს რაც არის რომ ბრასლეტი და პოლიტიკური პატიმარი არ არის. არ მინდა ახლა იმ კობახიძეზე გავცეთე დღეს გამოდის ხოლმე მაგვიჭი დაახეთქებს ის ყველა ამბობს აი დღეს ნიკა ყველა ამბობს არ ყავს პოლიტპატიმრები. ბარე ფიდელ კასტროზის დაიკიდეთ რა ან სიგარეთ იარეთ უმსგავსობა ნიკა აი თვალში ნაცარს გვაყრია რა. არ იყო ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება 92-მა ბედოლათმა რომ მანდატი ის მოგიხსნეს იმუნიტეტი. არ იყო ეს პოლიტიკური ზეწოლის კლასიკური მაგალითი იყო და რატო მე როგორც გავიგე ხვაურობს ძალიანაო და გიმანაც ხო თქვა უგულავამას ის აბაროტები დაუკელიო თორე დაგიჭერთ. ეს რა არის? მართა იდიოტური სახელმწიფო გვაქვს და დღეს სულ ყველა ვისაც არ ყავს პოლიტპატიმრები. მოდი ამ თემაზე ვისაუბრო და შენი აზრი მაინტერესებს რაც კი ამ დღეებში განვითარდა მოვლენები. კი ბატონო მოგესალმებით. ეხლა ნუ საკითხად შეეხეთ უკანასკნელი რა წაგაგიტა ესეც ამბობს აგერ არ ყავს პატიმრები და ყველა ამბობს რა. უკანასკნელი პოლიტიკოსი რო ყოფილიყავი მე კიდევ ჯანდაბას ხო? მას შემდეგ არაერთ პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრეს საქმე და დააპატიმრეს. ხო, მათ შორის გიგი უგულავა, ირაკლი ოქროვაშვილი და ბევრი სხვაც იდევნება და პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი აქტიური ადამიანი, რომელიც ჩართულია დღეს ქართულ პოლიტიკაში, სხვა ფორმატში, ნუ თუ ხა მედიის წარმომადგენლებსაც ჩავთვლით, ვინც არ იდევნება, ხო? ეხლა ჩვენ ნუ მოვალით ხელისუფლებისგან, რომ დამწყვილდებიან ტელეკამერების წინ, ბატონო დავით და იტყვიან და აღიარებენ რომ ჩვენ ყავს პოლიტპატიმარი. ბიჭო, სირცხვილია უნდა თქვან. უნდა გასხვდავდნენ. ამას ვერასოდეს ვერ აღიარებენ. ბიჭო, მაშინ წავიდნენ რა სახლებში. ის რომ ისინი უარყოფენ არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანას ყავს არაერთი პოლიტიკური პატიმარი. და დიახაც მიაქციეთ ყურადღება, რამდენიმე დღის წინ, როდესაც შედგა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ის შეთანხმება რომელიც კატეგორიულად არ უნდოდა ხელისუფლებას რომ ამაზე წამოსულიყო მაგრამ უბრალოდ მოუწიათ და დიდწილად ეს რა თქმა უნდა ქართული ხალხის ახალგაზრდების არ ვიცი თქვენი მათ შორის პირადად თქვენი ტელევიზიის სხვა ტელევიზიების ოპოზიციური პარტიების ერთობის დამსახურება და საერთაშორისო ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების თორე კატეგორიულად არ უნდა არანაირ დათმობაზე წამოსვა, მათ უბრალოდ მოუწიათ. მაგრამ ახლა დავაკვირდეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რა განცხადებებს ავრცელებენ, მას შემდეგ რაც შეთანხმება გაფორმდა, უკვე მოთხოვენ და სწხოვენ კატეგორიულად ხელისუფლებას შეთანხმების აღსრულებას. ანუ აქამდე თუ უკიჟინებდნენ და კატეგორიულად ხოვდნენ, რომ დაჯექით მოლაპარაკებს მაგიდასთან და შეთანხმდით ოპოზიციასთან, ეს შეთანხმება შედგა ამდენი ამხელა ეპოპეის შემდეგ და რა ვაივაგონის შემდეგ იპოვეს რაღაცნაირად ძალა საკუთარ თავში და მოუწიათ. და დღეს უკვე თუნდაც გუშინდელი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის და ერთ-ერთი სენატორის განცხადება შავით თეთრზე წერია და გამოუგზავნეს განცხადება ქვეყანაში აფრიალეს და რა წერია იქ რომ დაუყოვნებლივ შესრულდეს შეთანხმება, ანუ დაექვემდებარა რომ აღსრულება პოლიტიკური პატიმრების ნაწილში. მეტი რა უნდა თქვა რა, მეტი რა უნდა თქვა. ესეთი ბატონი კახი გალაძე, რომელიც ასე თქვა, ეხლა ამონარით თქვენ მომაწოდეთ რა გალაძე, ყობახიძემაც იგივე თქვა, ყველა ამბობს. რა წამსაც ესენი აღიარებენ, რომ ჩვენ ყავს პოლიტიკური პატიმარი
საჯაროდ იმ წამსვე დამთავრდებიან, ხო? რატომ? ის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ეს თქვა არსებობს პრეცედენტი არ აქვს. ვიდეო კასტრო არ აღიარებდა რეგულატორი. ხო, იგავდა. ვიზინევანიშვილისგან რატომ ვითხოვთ, მაგრამ ჩვენ ვართ ახლა მნიშვნელოვან ეტაპზე, ბატონო დავით და მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო რა შეთანხმება შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ვინაიდან როგორც ჩანს არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რბილად რო ვთქვა, რაღაცა კატეგორიაში ჩვენი მოსახლეობისა და ხელისუფლება ეცადა ისე წარმოეჩინა, თითქოს ეს არის მათთვის სასარგებლო. ისიც მესამე დღეს მივხვდეთ. პირველი ორი დღე, როდესაც დააკვირდნენ რეაქციას, ეტყობა შეიკრიბება თქვენს, რომ არიქა ხალხი პრაქტიკულად რაღაცას იქ ზეიმობს და ჩვენ სუსტები გამოვსვით ჩვენი ამორჩევლების წინაშე და მოდი ახლა მესამე დღეს გადაწყვიტეს და თქვათ, რომ თითქოს ეს იყო ოპოზიციის კაპიტულაციაო, წარმოვიდგინეთ, ეხლა ტელეკომპანია იმედმა გააკეთა სიუჟეტი, სადაც სათაურად გამოიტანეს, რომ ეს შეთანხმება არის ოპოზიციის კაპიტულაციაო. შენ ოჯახ აშენებულო, ეს თუ კაპიტულაცია იყო შენის აზრით, ხო? მთელი 8 თვე რატომ არ გაგმოხვია მახეში მაშინ, ხო? ისე რა გაყურებლებს იმას? მე არ ვიყურებ. ჩვენ პროფესიული ვალდებულება რომ უყურ მაინტერესებს რას ხლართავე. ხლართავ რა, წინათ გვით მე მაინტერესებს ძირითადი, ასე ვთქვათ, პირველი ორი სიუჟეტი ნახო, უბრალოდ ეხლა ტელეკომპანია იმედი ჩათვალეთ არის ბიძინა ივანიშვილი, ხო? ანუ რასაც ეს ტელევიზია კომპანია აღადებს ის გადაწყვეტილება მიღებული შუშის სასახლეში, აქედან გამომდინარე, მინდა ვიცოდე საქმეში. დეშიფრატორად ყავს არჩევანი. მოდი გავიხსენოთ რა ბატონო დავით, რა უკანასკნელი შემდეგ რაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა, ხო, რა პროცესები განვითარდა გახსოვთ, ხო? თელი საერთაშორისო თავისუფალი სამყარო თავს დაესხა. პირდაპირ გაგებით თავს დაესხა ივანიშვილს, ხო? და ეს პროპორციული საარჩევნო სისტემაც, ხო, არანაირად არ ჭირდებოდა, უბრალოდ შიშისგან გვესროლა. შიშისგან გვესროლა და ეგონა რომ რევოლუციას ვუწყობდით და ეგონათ რომ პარლამენტს ავიღებდით და დამტა შიშისგან გვესროლა, წარმოვიდგინეთ. ხო და ამის შემდეგ მოუწია დათმობაზე წამოსვლა და პროპორციული საარჩევნო სისტემის ასე ვთქვათ თანხმობის გაცხადება. მაგრამ გავიდა რამდენიმე ხანი და იფიქრა რომ ეხლა ამას მე უკან წამოვიღებ და ხალხიც ამას გადაყლაპავსო, მაგრამ ნუ არ მოხდა ასე. ამის შემდეგ რა ხდება? დაიწყო მოლაპარაკების პროცესი. ისე ხარ ეწავს რა ბოდის ერთ სენსაციური რაღაცა გავიგე და აი მინდა რომ შეგაშველო შეცა, იმიტომ რომ მართავს ხერფლი ხარ ამათი იდიოტობისა. იცი რომ იქავა იმას რა ქვია გახარიას არ გაუწია ბრძანება. აი ეს ანზორა რო იყო ფარით რო იდგა და თეთრი საროჯი. იმას დაურეკა ბიძინა და ის მერე შევარდილა. საცალაშორის არა ერთად სამაჯერებელი ვერსია ეს, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინეთ რომ პირველი ორი დღე დარბების შემდეგ გახსოვთ გახარია უარყოფდა. გახარია მედიის წინაშე გახარიას პრემიერ-მინისტრი ვერც არ მოეძანება, ანუ არც ამბობდა ზანებების გაცემულია და არც უარყოფდა ყოველ შემთხვევაში. ხო და იმ აზორა ჩუბინიძეს არა კოჭებში გესვიო გაჩერდა დაეტიო ბრძანება მაქვს და ცროლა დაიწყო ბიჭო ეს აშინონება იყო. არავინ არ ამცევს გახარის პასუხისმგებლობას, მაგრამ უფრო ვიხრები იმ ვერსიისკენ, რომელიც ახლა თქვენ გააჟღერეთ, ახლა თუ პლუს იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ შევდიოდით უკვე მოლაპარაკებას. აბა ბიჭო, თან მე გრიგოლ ვაშაძე და გიგი უგულავა შევდიოდით პარლამენტის შენობაში. ხალხს კითხეთ პარლამენტის შენობაში ჩვენ შემოგვითვალა ხელისუფლებამ, რომ შემოდითო სამი კაცი მოლაპარაკების მაგიდასა დავსხეთო და მოულოდნელად დაიწყო ისაც დაიწყო. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ იმიტომ ეს იონიშვილს როგორ ყავს ახლა ხელისუფლება დაკომპლექტებული ერთ საზღვარს მეორეთი, მეორე საზღვარს მესამეთი, ხო? ახლა იქ სლოდერები ყავს ყველას მოადგილება. პირადი მცველი, პირადი დაცვის უფროსი, დაცვის პირადი მცველი იყო და მე უფროსიც კი არის გომელაურის ანზო ჩუბინიძე, რომელიც ჩემი კარატის მასწავლებელი შეხვევი ახლა თავის დროზე არაჩვეულებრივ 97 წელს გავიცანი 2002 წლამდე ეს ადამიანი იყო ჩემი პირადი წვრთნელი ანზო ჩუბინიძე. ხო, ნუ მე რა დაემართა, როგორ დაემართა თვალშტები საჩხერეში ცხოვრობს ესეც და ნუ საჩხერის ასე ვთქვათ გავლენა მიქონია, როგორცაც გადაგვაცხადა მნიშვნელობა და არის დღეს ერთ-ერთი გასახდენი ბიზნეს ხელისუფლების, მაგრამ ხახნო რისი თქვა მინდოდა და მინდა ეს აზრი დავასრულო. კი ბატონო, შეჭრას გაბრალებდნენ კაცო, შეჭრა არაფერი. პრაქტიკულად გინების ასე ვთქვათ პირას იყო მისული და გვეუბნებოდა რომ ან 77-73 ჩატარდება არჩევნები თულად იქ ნუ ფაფხურობთ და შეეგუეთ და წადით და დაიწყეთ საარჩევნო კამპანიაო. არანაირი პროპორციები არ შეიცვლებაო, გახსოვთ ხო? კი.
ამის შემდეგ პირველი ეტაპი მოლაპარაკების სრულდება და უკვე დაიწყეს ჩიკ-ჩიკი 150 პროპორციებზე. გახსოვთ ხომ ესეც? კი. ამის შემდეგ კეთდებოდა ამ 150 პროპორციების გარშემო კვეთრი გულოთოთხად განცხადებები, იგივე ბატონი კალვაძე რომ ფანჯარა დახურულია, იხურება და მხოლოდ არის ხო? ხო, ასე რომ მოძრავ, თურმე აგერ ხა მე დამიმესიჯეს რომ ნუტრიალებს ხმას პრობლემა აქვს და ეგება იქ იმას რა ქვია ხმის რეჟისორს ვთხოვოთ რაღაცა მოიფიქროს. არის მე მგონი კარგად ისმის, რა ვიცი, ცხრიალი ხო არის ისმის ხმაზე. გავაგზავნოთ იქა გავაგზავნოთ. და რაღაცა მოკლედ უშვერი სიტყვებით პრაქტიკულად მართლაც იყვნენ გინების პირას მისულები, არ გახსოვთ? 150 არის ბოლო შემოთავაზება. გააგრძელდა მოლაპარაკება მათი ნების წინააღმდეგ. ჩვენი უცხოელი ასე თუ პარტნიორების თანამონაწილეობით, უბრალოდ იქიდან ფეხი ვერ მოიცვალეს რა. თორე ერთი სული ქონდათ მაგი დაეყირავებიან. ამის შემდეგ მიდის და იცვლება და კიდე თმობენ და ამბობენ რაღაც ჯანდაბას 140, ხო? გახსოვთ? და ბოლოს ადრე დავიდნენ. ბოლოს დავიდნენ იქამდე, რომ შედგა ორი დოკუმენტი, სადაც ვალდებულება აქვს აღებული, რომ პოლიტიკური დევნა ყველა იმ პირის მიმართ უნდა შეწყდეს, ვინც იდევნება პოლიტიკურად და ყველა პოლიტიკური პატიმარი, გავრილოვის პატიმრები, კერძოდ გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, ბესო თამლიანი და გიორგი რურუა გათავისუფლდეს ისმის ხო არ ისმის არა? კარგად არის ხმაო ახლა მათყობი. გათავისუფლდა პატიმრობიდან. ახლა ვინმე თუ მე სერიოზულად დამიწყებს დისკუსიას სიამოვნებით ამ დისკუსიაში შევიდოდი და მეტყვის რომ ეს შეთანხმება ხელისუფლებას აწყობდა ნუ უამრავი არგუმენტი მაქვს და ამ ეთერში რომელიც გზნებათ ჩემს მხრიდან გამოყენებული რომ დაგემტკიცოთ და ნაწილი ჩამოგითვალეთ რომ ხელისუფლებას არათუ არ აწყობდა გავარდნილი ტყვიასავით ეშინოდა ამ ასე ვთქვათ შეთანხმების მიღწევისა. საერთოდ ჩვენთან ერთად იქ ჯდომა არ უნდოდათ, გესმით? მართლა ესე იყო, მე დეტალები არ ვიცი. არა, ისმის მე რა. არ უნდოდათ. შეთანხმება კი არა. ჩვენთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნაც კი არ უნდოდათ, ბატონო დავით, ხო? ახლა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის მეშვეობით ხელისუფლებას მოუწია დათმობაზე წამოსვლა და შეთანხმება შედგა ორი ნაწილისგან, ხახტო. ჯერ უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრები, გავრილოვის პატიმრები და ეს ხალხი ჩვენ გარეთ უნდა დავინახოთ და რამდენიმე მათგანი ალბათ თქვენი სტუმარი იქნება აქ და აი ამის შემდეგ მეორე დოკუმენტში რაც წერია, ჩვენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მხარს დაუჭერთ მაქსიმალურად დაახლოებულ საარჩევნო სისტემასთან პროპორციებს. ამ შემთხვევაში 130 მაქვს გადავალობაში, რომელიც რა თქმა უნდა არ არის სრულად პროპორციული, მაგრამ ბევრად ჯობია ჯერ კიდევ არსებობს 67-73. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების ერთი კომპონენტი, ანუ პოლიტიკური პარტნიორები არ იქნებიან გათავისუფლებულები და პოლიტიკური დევნა არ შეწყდება და დევნის შეწყვეტა რომ დავწმუნდეთ, უნდა დავინახოთ, რომ სასამართლო პროცესები შეჩერდა, ანუ დაექვემდებარა მორატორიუმს. აი ამის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო შევდათ პარლამენტში და კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას. მაგრამ თუ კი ეს არ შესრულდება პირველი კომპონენტი, მეორე ძალას კარგავს ეს პოლიტიკური შეთანხმება ძალას უბრალოდ კი ვერ არის ამაზე საუბარი ძალიან კაია თუ ეს პრინციპია აი ხა იყო საუბარი მაგალითად რომ იცით რა ქართულ ოცნებას აწყობდა ხალხმა ეს შეთანხმება აი მსგავსი მე როგორ გითხრათ აი ცოტა გამიკვირდა რამდენიმე ადამიანისგან ჩემთვის საპატივცემულო ადამიანებისგანაც და მე ამას ვაპრობებ უბრალოდ ალბათ სიღრმისეულად ვერ მოასწრეს საკითხში ჩახედვა 120 პროპორციებით ჩატარებული იყო 2016 წელს არჩევნები, იცით რა ხდებოდა? ხო. ქართულ ოცნებას არათუ ეს საარჩევნო სისტემა, რომელზეც ახლა საუბრობთ, არ აწყობს ახლა. 2016 წელსაც არ აწყობდა. რო ყოფილიყო. თუ 2016 წელს არსებული სისტემით, რომელიც წესით უნდა იქნას მიღებული 130 ჩატარდებოდა, ქართული ოცნება, რომელიც გამარჯვებით ცხენზე
იჯდა და ასე ჯირითობდა და ოპოზიცია იყო არანორმალურად დაქსაქსული, გახსოვთ ხო 2016 წელს ოცნებას ხა თვითონ მაყურებელო მოდი და გავიქცევა. ძველი თანაპარტიელები გადააგდეს 2012 წელსა და 16 წელს შორის დობის თვალსაზრისით ქართული ოცნების მიმართ დიდი სხვაობა არ იყო. მანდატი დობის ძალიან ბოტომი დობის ძალიან მაღალი. 117 დეპუტატის ნაცვლად ქართული ოცნება რამდენი შეიყვანდა, იცით? მხოლოდ 88-ს. იმ დაშვებით რომ ყველა მაჟორიტარული ოლქი ან 30-ე რომ მოიგო. ხო მოიგო მაშინ ყველა 73. თითქმის ყველა მოიგო. 73-ე მოიგო და სალომე ზურაბიშვილის ქართული ოცნება იყო და სიმონ ოძაძეს ხო ხაშურის დამოუკიდებელი არც ეთყობა და არც მეორე. მაგრამ რო ყოფილიყო 30-ე დაუშვათ მოიგებდა 30-ს ხო? და ამდენია იყოს 48%. 88 დეპუტატზე მეც ვერ შეიყვანდნენ. ანუ ერთი არ ეკრებოდა კონსტიტუციური უმრავლესობა, მაშინაც კი 2016 წელს. და იმ დაშვებას თუ გავაკეთებთ, რომ ქართული ოცნება დატოვა დღეს უკვე ბოლო 3 თვის განმავლობაში 25 დეპუტატმა, ქართულ ოცნებას დღეს მთავრობას არ ეყოლებოდა. უბრალო უმრავლესობაც არ ეყოლებოდა. ეს პასუხი იმაზე ეხლა ეს სისტემა ქართულ ოცნებას 2020-ში აწყობს თუ არა? ჩემი პასუხი არის შემდეგი. არა თუ 2020 წელს არ აწყობს, 2016 წელსაც არ აწყობს. მეორე საკითხი, რომელსაც მინდა ხა შევეხო, აქ იყო საუბარი პატივცემ, დიდ პატივსაც ვცემ, არა უბრალოდ პატივცემ ბატონ ვალერ გელბახიას და მე თითქმის მისი გადაცემაში მონაწილეობა არ გამომჩენია, როდესაც მქონია შესაძლებლობა და ბოლო თვეების განმავლობაში სახში ჯდომით მოგდი ტელევიზორის პულტი ხედიდან არ გამიშვია და რეალურად ყველა გადაცემა ვუყურე მის მონაწილეობით ყველა გადაცემას. მან ისაუბრა რომ თითქოს ეგრეთ წოდებული 40%-იანი ჩამკეტი არის ხელისუფლების სასარგებლო. ძალიან გამიგვირდა. არადა სიადვილეში ეს არის თუ ვინმე საწინააღმდეგო არის ხელისუფლების საწინააღმდეგო. აქვს ნათ რატო ტრანსგურის ხო? ანუ ის არა ერთი წუთი და როგორ გაიგო მაყურებელმა გაიგო არასოდეს ამაზე მაყურებელსაც ერთი წუთი ნუ დავასრულო აი კი ბატონო რას ნიშნავს უბრალოდ მაყურებელო ეგრეთ წოდებული 40%-იანი ჩამკეტი ანუ ჩვენ ოპოზიციამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ 40%-იანი ეგრეთ წოდებული ჩამკეტი დამცავი მექანიზმის სახით ჩაგვეწერა კანონ პროექტში. რას გულისხმობს ეს? თუ სიტყვაზე უკეთეს შემთხვევაში მაგალითად ქართული ოცნება აიღებს მაგალითად 39-38%-ს ან ნებისმიერ სხვა პარტია, ხო? და ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვებს, რაც საკმარისი იქნება მთავრობის დაკომპლექტებისთვის, ვერ აკომპლექტებს. ანუ 38%-ს თუ ავიღებ მე და მოვიგებ ყველა მაჟორიტარულ ოლქს, ეს დათქმა გვეუბნება რას? რომ უმცირესი მხარდაჭერით, ანუ პატარა მხარდაჭერით მაქსიმალური შედეგი ვერ უნდა მივიღო, ანუ მთავრობა ვერ უნდა დააკომპლექტო. ანუ ეს ვინმეს თუ არ აწყობს დღეს, არ აწყობს ქართულ ოცნებას და აუხსნი რატომ? ბევრმა ისე გაიგო, იცით რა, 40% პლუს 1 ხმას თუ აიღებს, ხო, ესე იგი ოცნება თუ იქნება ამ მდგომარეობაში, ესე მთავრობას აკომპლექტებენ, რაც არა, ძვირფასო მაყურებელო, ეს ასე არ არის. და რა ხდება ოპოზიციის შემთხვევაში? მეორე, პირველ, მესამე, მეოთხე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტიების პროცენტული მაჩვენებლები ჯამდება, რომელიც ყველა კვლევით მტკიცდება, რომ იქნება აბსოლუტურად გაცილებით მეტი ვიდრე ქართული ოცნების მიერ აღებული ხმები. და მთავრობას დააკომპლექტებს არა ქართული ოცნება, არამედ ოპოზიცია. გამიგეთ რას ვამბობ? გავიგე რიკა. არა, აქ სხვა რაღაცას საუბრობდით რამდენიმე დღის წინ. არა, შემდეგი, ერთი წუთით რა, აქ ითქვა შემდეგი, თითქოს 40% პლუს 1 ხმას თუ აიღებს ქართული ოცნებაო, ქართული ოცნება აკომპლექტებს მთავრობასო. არა ბატონებო. 40% დაუშვათ უკეთეს შემთხვევაში ქართული ოცნების შემთხვევაში, ხო? რაც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. მაგრამ დაუშვათ ერთი წამით. და ცუდი ვარიანტია ეს ოპოზიციისთვის, ხო? აიღო დაუშვათ ჯანდაბას 40%. დანარჩენი პარტიები ოპოზიციურები რას ვაკეთებთ, ხო? არა ვიღეთ ბოლო კვლევის თანახმად 53% იყო ჯამურად, ხო? მთავრობას ვინ აკომპლექტებს? მთავრობას აკომპლექტებს ოპოზიცია და არა ქართული ოცნება. ეს არის და ეს.
და ეს არის ჩემს თუ დამთავრებაში ჩემ ის აი ხო მე მეორე არა ეხლა თქვა ბატონ ვალერი ვიყურებს სამეცო არ არის ბათუმშია სასამართლო არა ხომ შემოვხედავს ეხლა ბატონ ვალერი გელბახიანს ხელში ეჭირა კონსტიტუცია კიდევ ერთხელ მინდა სწორად გაგებული დიდ პატივს სემ არც მის პროფესიონალიზმში შემპარვი არასოდეს ეჭვი ამ შემთხვევაში გავაყურებიოდა მის მონაწილეობით თქვენს გადაცემას და არც კომპეტენციაში, მაგრამ მას ეჭირა ანალოგიური კონსტიტუცია და საუბრობდა ჩემთვის გაუგებარ საკითხზე, რომ თითქოს კონსტიტუციაში წერია, რომ 27 მუხში წერია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული წესით და არანაირი 77-63 და არც 120-30 შესაბამისად აქ არ იქნება ასახული. ეს საფხულში იყო ამას საუბარი. აი, საფხულში იყო 3 დღის წინ საუბარი. არა, 3 დღის წინ თავარი თქვა, მაგრამ ზუგდიდი და დამირეკა ნათესამა და ვალერი გეუბნები, ბიცოლა ჩემა დამირეკა ზუგდიდი და უყურებსო, ბიძაშენიო, მამა ჩემის ძმა, ტელევიზორსო და წნევა მაუწია ისეთ რაღაცას საუბრობს ვალერი გეუბნებიანი და რამე წლისა, ბიძაშენი რამდენი წლისა. ანუ რატო აწუხებს წნევა გაინტერესებს. ახო, საინტერესოა. მამაჩას უბრალოდ 65 წლისად ვოროსდები. კარგადაა ისე, ხნედ არის. ვალერი გელბახიანის ხაში ცუდად გახდა კაცი. კაი, არა გორია. არა, როგორ არ გონია, მივედი სახში გადავახვიე. დიახ. სინამდვილეში რა ხდება და ეს როგორ არ მოცოდნოდა. ბატონ ვალერი გელბახიანს. აქ ძუბაზე ვაყურებო, მართლა არ წერია. აქ წერია კონსტიტუციაში, აი ამ კონსტიტუციაში, რომელიც მე ხელთ მიჭირავს, 64 გვერდიან კონსტიტუციაში არ წერია. აქ მართლა წერია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საერთო პროპორციული წესით. მაგრამ არსებობს კონსტიტუციის გარდა საქართველოს კონსტიტუციური კანონი. საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომლის საფუძველზეც მტკიცდება კონსტიტუცია, ანუ ეს ვერ დგება ამის გარეშე. გესმით? ხო და აი აქ წერია და აი ამ კონსტიტუციური კანონით დამტკიცდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ანუ ამით დამტკიცდა ეს ხო და აი ამის გარდამავალ დებულებაში, ანუ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, ბატონო დავით, გარდამავალ დებულებაში წერია, რომ არჩევნები 2020 წელს, აგერ ბატონო, გარდამავალ დებულებაში ჩატარდება 77-73 პროპორციები. და ახლა ცვლილება, რომელიც დაინიცირდა დღეს უკვე პარლამენტში და უნდა აისახოს შემდეგი პროპორციები და 120-30-ით, უნდა შევიდეს კანონში, საქართველოს კონსტიტუციის კანონში. და არა აქ ისიც არ აისახება. ახლა ეს ბატონმა ვალერი გელბახიანმა როგორ არ იცოდა, კაცო? ეს რომ მოიტანა, ეს რატო დატოვა სახში? ჯო, ახლა არა, ერთი წუთით ეს რომ მოიტანა და რო გაჩვენათ, ეს რატო დატოვა? ეს არაფერი, ეს რა არის, ცით? ეს არის ჩათვალეთ მანქანის ჩონჩხი, რომელშიც ძრავა არდებს. კი, გასაგები. აი ეს არის ძრავა. აი ჩონჩხი და ძრავა მასში არის მანქანა ბორბლები და დაგის. კარგი. დააგიჟა ხალხი, კაცო. არა, კაცო. ანერვიულა. კი, აი ანერვიულდნენ ეს. უსაფუძვლო. საერთოდ ნერვოზული სიტუაცია. მოდი ესე გავაკეთე. მაგრამ კარგი რა არის? კარგია, დამიჯერე, კარგი. არ ვიცოდე რომ ძალიან კომპეტენტური ადამიანია. ეხლა ვიფიქრებდი რომ გამორჩა, მაგრამ ნუ ეხლა ნიკოш. მე ვალერი გელბახიანსთან შედარებით ეხლა ვალერი გელბახიანი არის კონსტიტუციონალისტი. მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი და მასთან შედარებით ეხლა მე ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობ, დაახლოებით როგორც ძროხა და უნაგირი ვარ, ხო? მეც ესე ვარ. მასთან შედარებით, კი, მეც ესე ვარ, მაგრამ ლოგიკა ხო აქვს ყველა. პროფესია მის. ნიკა გამიშვი ეხლა რეკლამაზე უნდა გავიდე. შენი პოზიცია გასაგებია? ჩემი არა, კაცო, არა, შენი დამოკიდებულება. ხო, სწორი, კაი, ჩავთვალოთ რომ სწორი. თქვენი სწორი პოზიციაზე. მოდი ახლა რეკლამაზე გამიშვი და რეკლამის შემდგომ მეგაქცემ პასუხს და ბევრს პასუხს გავცემ. მე გულწრფელად გეუბნები, ნიკა არ ვიდა დიდხანს ამ თემაზე გავრცელდი. მით უმეტეს სენსაციური განცხადება გააკეთა ვლადიმერ ილიჩმა, პუტინმა და ძალიან შეურაცხყოფელი, ქართველი საქართველოს შეურაცხყოფელი განცხადება. მე ის თემა უფრო მაინტერესებს. მე უბრალოდ რაც ახლა მე სულ არ მესიამოვნა რაღაც იმან დამიტოვა აქა გადაეციო ვალესა ფოსტალიონა ნამდვილად არავის არ გამოვადგენ. ბერძენიშვილს კაცო და გარკვეულ თვითონ ვისაც რამე პრობლემა ერთას მათქვევინე რა კაცო კი ბატონო აგრეულდა ისე როგორ ძალიან ბევრი რა ფული ახლა რეალურად მოიჭრა რა გორია მაიცა ერთზე მონოპოლია კი არა გაქვს პოლიტიკოსებს ამა თუ იმ საკითხი ყველას აქვს მონოპოლია რა შუაში მე რო გითხრათ ეხლა რომ მაქვს თქვები თავზე და ვამტკიცო მაქვს არა მაქვს სამწუხაროდ მაქვს ნიკოს მომსვენე მასალე ერთას კაცო გავიგე ან როდესაც შეველაპარაკებთ საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ კაი
ზუსტი ინფორმაცია. ეხლა მაშინ სამწუხაროდ არაზუსტი ინფორმაციაა, რაც აი ძალიან ბატონო, აი, დაუჭერდით და ეკაბათეთ. უნდა იმ ბერძენიშვილმა ეკაბათ ვისაც უნდა. რა თქვა დათო, მაგრამ სწორი ბოლოს სამგულდა. მათქმევინ ერწავს რა, აი თუ გიყვარდეთ ისა ძმასავით გეუნები, ვაცალოთ ერთმანეთს. მე იქ მოვისმინე და გუშინ მის არა ქვია, გუშინ იყო თუ გუშინ წინვე გაისკენი, გადავახვიე და უყურებთ. მიმართა ხელისუფლებას და მოდი რა იცი რა, ბუკვედები არიან საერთოდ კონსტიტუციონალისტები. როგორც ბიბლიაში ყველაფერი არის წერილი და მე 5 და 6 საუკუნე კომენტარებს აკეთებდნენ. ესია აქ არ არის იცი მათ ყვევინე ერთად აღაუბრუნდით რა ამას აგე არა გერასვალი არა ვალერმა ისე თქვა რა თქვა ბატონო ვალერმა თქვა რომ მაისო წარმომადგენლობითი პრინციპი ეს ხაზ მაიცედა და კი ბატონო გაგახაროთ ღმერთმა ჩვენი ამოცანაა რომ მაჟორიტარული სისტემა აღარ არსებობდეს ამ ეტაპზე მივაღწიეთ ჩვენ ოპტიმალურ შედეგს რომლის ფარგლებში შევამცირეთ მაჟორიტარების წილი საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვნად და 2024 წელს მთლიანად იქნება პროპორციული. მომისვენე, რაც შენიშნები თქვი წეგან. მოდი რა გავუყვეთ მაგას ლოგიკით. ერთი წავით რა, მთავარზე ვთქვა ჯერ. იმაში რა ქვია ეს ვალერი მიაწვა რაზე რომ გარდამავალი დებულების ისა დათქმა არ წერია კონსტიტუციაში. ხო და ეგ არ ახსენე ბატონო და არ წერია. აი თაურებას ერთი და იგივე კონსტიტუცია ყო. დამამთავრებინი ერწავს რა. არ წერია, მაგრამ ნიკო მაცვალე ერწავს. კარტი, მან ხო წერია. ეს საქართველოს კონსტიტუციური კანონში ეს ატوار მოიწევს. ერთი წამით ბიჭო გიხსნი რა. რა წერია იმაში, რა ქვია ამ იმას, მაცნერო არის და იუსტიციის საიძეროდეს. ისა მთავარი დოკუმენტი. იქ არ არის მინიშნება დათქმა არა გარდამავალი დებულების. ჯოაგერ დევს მეთქე ხა ნიკა გადაშალე ბოლო კვერტზე. რა დევს აგერ არის ბატონო მოვიტანე კონსტიტუციური კანონი და აგერ წერია. გარდამავალი დებულება მე-9 პუნქტი. მოდი რა ხა მოკლედ. აზე ვიკამათოთ ბატონო. მე არ მინდა კამათ შენმა კამათებ რა. ამ კაცმა მიმართა ხელისუფლებას რომ ის კონსტიტუცია ხელისუფლებას მიმართა იმ საკითხთან დაკავშირებით რომლის დათქმა არ არისო კაცო გარდამავალი ბიჭო და შეიძლება რომ აცაა და არჩევნებიო რომ წოიგოს ოპოზიციამო გაასარჩივრებსო ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში ბათილად იქნება ცნობილი რომ ნიგოშ მე რაც ამოვწერი აგერ წაგიკითხავ რა სულ ერთ წინადადებას ვიტყვი მათქმევინე ერწავს პირველი რაც შენ არ მოგეწონა და ფერს არ მოეწონა ეს არის მაგრამ ეს კაცი ამბობს უნდა ყოფილიყო ეს და ეხლა ხო გამოვიდა ეს მაცალე ნიკა ერწავს რა ობახიძე ხო გამოვიდა და ხო თქვა მე ძალიან კარგად მახსოვს ისა აი რედაქციაში ცვლილებებს შევიტანთ. რომელ რედაქციაში ეს კითხვა დაუსვა კობახიძეს დაუსვა. ის არის გასაგებია. ხო და არა ეწავს არ არის გასაგები. თავარი ესა თქვა მაგრამ მიმართა კობახიძეს რომ რედაქციულ ცვლილებებს თავარი ბატონო და ესა რომ ოპოზიციამ ხალხი გადააგდო. არ არის კაცო ესენი ბიჭო სათითაოდ გავყეთ. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიბრძოლეთ იმისათვის რომ ოცნება დაგვეყოლიებია ამ შეთანხმებაზე და ახლა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები აწვევიან ემად თბილისშიო ოპოზიციასთან შეთანხმებას ხელი რომ მოაწერიო მალე აღასრულეო გამიგე ნიკა ეს ხო პირველ განყოფილებაში თქვი დამამთავრებინე ერწავს ხო მაგრამ მე რაც თქვი არა ერწავს მე სუსმინე მაგ გადაცემას აქ ვიჯექი ძალიან კარგად მახსოვს მიმართა იმად რომელ რედაქციაში აპირებს ცვლილების შეტანას ხო თქვა გასაგებია. თქვა, ნუ და არა აქვს პასუხი, აი გასეს პასუხი, აბა იმ კობახიძემ. იმას რა ქვია, ფიდელ კასტროსავის რო იძახეს, არ მაცალე ერწავს ეხლა. აი ერწავს ამ 40%-იანზეც. მაცალე არ გამომიყვანო. უწერია თან. ჯანდაბა. ბიჭო, სად უწერიათ? სად უწერია საქართველოს კონსტიტუციური კანონში? ბიჭო, ძირითადი კანონი რომელია? აი ესა, აი ძირითადი კანონი. არა, ბატონო, ბიჭო, ძირითადი კანონი ქვია კონსტიტუციას. ესა ძირითადი კანონი. ესა და აქ არ წერია. არ მისმენ ერთგვარი განყოფილების შესაძლებლობა, ეგეც. მე ძალიან კარგად უსმენთ შევსტუმრებს. აი ეს არის საქართველოს კონსტიტუციური კანონი, ანუ კონსტიტუცია დამტკიცდა კონსტიტუციური კანონი. გავიგე. ნუ ყოველ შემთხვევაში შემონიკა რომ ცვლილებები რომელიც განხორციელდება ობახიძეს დაუსვა შეიძლება. აქ იწერება. აი მან იწერება ხო? ხარ ბიჭო. შეგონია მაგ არის სიზვალერი. ხო და რა აი ეს რაც გამეჭტილია და რაც იყიდება არ წერია ეს. რომ ვიცი და რომ ჯერა რომ იცის. იცის. დამიჯერა. ის ლაპარაკა, რაც ლაპარაკა, იმიტომ დამჭი გაკეთებული და თვები ყავზე დავიდგა. არ გიდა. ყავზე ნუ დაიდგა. ეცე გავაკეთოთ. თქვენს პარტიას საოცრებს კაი იურისტები ყავს და მე ძალიან მომწონს ის ბეჟაშვილი. სხვა შეიძლება
91 არა მჯერა ბიჭო არ მინდა დებატები დაჭდნენ და არა ეხლა უნდა მოწყო გვაქვს დრო ეხლა არა ეცავს არსად არ მივყავს გამოვყავთ ეხლა მართალი ვალერი გელბახიანი კაცო ბიჭო მომისვინეში გაგება უნდა ბიჭო სწორედ არ გაიგეთ თქვენ მაგის არ გავიგე კაცო კაცმა თქვა გადავახიო კაცო არ იქნება ლეგიტიმური ან კონსტიტუციურიო ხელისუფლება მარჩენები რომ წააგოსო გაუსაჩივრებს კონსტიტუციურ სასამართლოში და ბათილად იქნება არჩევნებს აი ეს სხვა კონტექსტში ითქვა სხვა კონტექსტში კარგი ისა კონტექსტში თქვა რომ ხალხი გადავაგდეთ ჩვენ ოპოზიციამ თურმე ესე არ უთქვია კაცო მე ესე არ მახსოვდა რა ოიძება მე წააგო ბიზნეს აწყობდაო ვერ შეთანხმებაო ანუ ბიზნეს აწყობდა ბიზნესად რომ მოიგო რა ხანო რა თუნდა ბიზნეს აწყობს თურმე სად არის პატიმრების გამოშვება ეცავს ნიკა ბიზნეს აწყობს თურმე 130 როცა 150-ზეც რა დღეში იყო წარმოგიდგენიათ ხო? ეხლა ნიკა მომისვენე ეს იყო ბიზნესად მიც ქმნით რომ ბიზნეს აწყობს ყველაფერი ნიკა გავიგე მაგრამ რა არის ეხლა რა გააკეთეს დამყარე იყო ის შვიდი წუთია მესამე ბატონო რა თქვა რომ პატარა პარტიებს მოისყიდისო დღეს ინიცირება მოახდინეს კანონპროექტისა პარლამენტში არა იმ კონტექსტში არ თქვა არა სხვა რაღაცას მოგო ქართულმა ოცნებამ ვინმეს თუ დაარტყა და ვინმე თუ გასრისა და შეიძლება ითქვას რეალურად ის შეთანხმებაც კი დაარღვია პატარა პარტიებს დაარტყა ჩვენ არ შემოწმობდა გაერთიანება ოპოზიცია რეალურად არანაირი პრობლემა არ გვაქვს იმ კანონპროექტთან რომელიც შეიტანეს და რა წერია იქ იქ წერია შემდეგი რაღაცა პატარა პარტიებს ახლა გაუკეთა იქ ხო ჩაიწერა შეთანხმებაში რომ 1%-იანი იქნება ბარიერი თუ ვალერი გელბახიანი სტუდიაში საუბრობდა რომ 1%-იანი ბარიერი პატარა პარტიებს აწყობდა შენაშენებს კი ახლა ნახე პატარა პარტიებს რას უკეთებს ჩაუწერეს რომ პატარა პარტიები თუ დაბლოკდებიან ანუ აი მაგალითად ბატონი დათო ჭიჭინაძე ხო თუ დაბლოკდება არ ვიცი რომელიმე სხვა პარტიასთან კიდე სხვა პარტიასთან თუ ბლოკში იქნება 4 ან 3 რამდენი პარტიაც იქნება ბლოკშიო იმდენი 1% უნდა აიღოსო ანუ იქნება 4 პარტია ბლოკში 4% უნდა აიღოს იმ ბლოკმა და ისე შევა პარლამენტში. სავაჭრო შემოაგდო ვერა ხო? არა, ეშინიათ საკუთარი ეგრეთ წოდებული, ანუ ლოიალურად განწყობილი ერთი შეხედვით პარტიებისაც კი ეშინიათ რომ ხვალ და ზეგ ისინი ბაქან პანიკაში არიან, ნიკა, პანიკაში არიან და მაგაზია საუბარი. ეს სულება განხორციელებული ამ ინიცირებულ კანონპროექტში მიუთითებს ზუსტად ამას. ანუ უფრო გასაგებად რომ თქვა, შეიტანეს ის რას არ იყო შეთანხმების საფუძველი და არც საგანი. ხო. და დაარტყეს ამით პატარა პარტიებს. ანუ ბლოკში თუ იქნება პირობითად 5 პარტია, ამ ბლოკმა უნდა აიღოს 5% და ისე შევიდეს. კი, გასაგებია ეხლა ესენი ანუ მათ ეშინიათ, ქართულ ოცნებას ეშინიათ, რომ ის პატარა პარტიები მათ ხმებს წაიღებს და დააკარგავს თვითონ. და თუ ვერ გადალახავენ, ნაწილობრივ მაინც დავიბრუნება უკანო. და მე პროპორციულად სათავისოდ პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ადგილზე გასულ პარტიებზე გადანაწილდება. გასაგებია, ნიკა მომისვენე წავს, ეგრე ხო? შეესწებიან ეს ორი თვე იჩო შევითავე, პიტერ გეუნებით პარტიის წევრი ხარ ამდენი გამოვიდა, მაგრამ მისი სულისკვეთება იყო კაპიტულანტური, რომ ოპოზიცია თითქოს წამოიგო რაღაცა ბიზნესონიშვილის ტრიუქს, პირიქით მოხდაო, ამას პიტერ გეუნებით, ვერც ქართული ხალხის ხარდაჭერით, ვერც სამოქალაქო აქტივისტებისა და საზოგადოების ხარდაჭერით, ვერც მით უმეტეს საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების ხარდაჭერის ოპოზიციური ერთობის გარეშე ამაზე ვერ მივაღწევ. აი სხვათა შორის რა არ გააკეთა? კი, გეთახმე მაგრამ 150-ია, მოგწონთ? როდესაც პირველად კოლავ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე თქვენს რომ ჯანდაბა 67-63 შევწვით და 150 იყოსო ბარიერი იყოს 1%-იანი რის იმედი ქონდათ იცით რომ ლეიბორისტულ პარტიაში ის ერთობა დაიშლებოდა და პატარა პარტიები ადგილობრივად არავინ არ წამოვიდა არ წავიდა არავინ არც 140-ზე არავინ არ წავიდა მივაწექით რქები ისაც რა შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ და მართლა კარგი საქმე მოხდა მაგრამ არ მინდა ნიშნის მოგება ახლა ხელისუფლების და აქედან რო ვაგინო ხომაგრები ვარ და ხოსუსტები ხარ ეს რო გააცნობიერა ქართულმა ოცნებამ იმიტომ ჩავარდა ახლა პანიკაში და როდესაც გამოდიან ტელეეთერებით საუბრობენ რომ რეალურად არანაირი პოლიტიკური პატიმრებზე ჩვენ არ შეთანხმებული ვართ ძირითადი მოლაპარაკების საგანი იყო პოლიტიკური დევნისა და პატიმრის შეჩერება და გათავისუფლება ბატონი კოშაძე გაათავისუფლეს უახლოეს პერიოდში გათავისუფლეს ბატონი რურუა თამლიანი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა არ გაათავისუფლებენ ამას ჩვენ არ დავუჭერთ მხარს
ეს კარგია რომ ეს დღეები ამას ამბობთ უყველა. ძალიან კარგია რომ ეს ამარ ეს პირველი დღე შესაბამისად შეთანხმება აღსრულებულად ვერ ჩაითვლება და ჩვენი ამერიკელი და ევროპელების თავარი მომეწონა ეს თავარი სულისკვეთებოდა თავარი სიგნალი რომელიც მათ გამოუგზავნოს ბიზნესში რა არის დაჯექი ოპოზიციასთან მაგიდასთან და შეთანხმდიო რაზე შეთანხმდით თქვენი საქმეა თორე პირდაპირ გეუბნებით ელჩებს და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს იმდენად უნდათ ეხლა შეთანხმება გაფორმებულიყო 150-იც კი უნდათ ეხლა ძალიან დიდ პარტიას ვხსენთ ძვირფასო ეს კარგია რომ მიაწექეთ მაგრამ ვერანაირად ჩვენ მხარს ვერ დაუჭერთ იმას რაც არის ქართული ხალხის ნების წინააღმდეგი მაქსიმალურად დაახლოებული პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან პროპორციები იქნება მისაღები ამ ეტაპზე და პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლება სხვაგვარად შეუძლებელია ახლა ვინმე გამოვიდეს და ეს ასე ვთქვათ გავრილი ოფლი, გაღებული ენერგია, ჯაფა გაასაღოს ისე რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ილეთი ჭაგვიტარა ჩვენ აკეთ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და რო არ შეესაბამება გუშინ ხო დარწმუნდით, კაცო. კი, მაგარი დოკუმენტები დაიბეჭდა, მაგარი. ანუ სენატის საკონგრესო თავმჯდომარემ უთხრა აღასრულეთ მალე. აღასრულეთო ფანტასტიკური დოკუმენტი იყო. პატიმრების ნაწილში მიღწეულ შეთანხმებას. დღესაც იძახიან არ აყავს. გადასარევია, მაგრამ ნიკა, ეს იყო ორშაბათი დღე. ორშაბათ დღეს სხვათა შორის პირველმა ჩვენ ისე გვიწევს რომ რის ნახევარზე ჩვენ ვისხეთ, მე რეიწყებენ სხვა არხები, ხო? ვარერისას და ბევრ სხვასაც იცი გაუჩნდა იმის განცდა რომ აი ძალიან ბევრი ხო არ დათმო ოპოზიცია. რატო ჩემი თავისთავად ვარ? მათ ქმევინე ერთად. ნიკა, აი კომენტარი გამაკეთებინე რა. გეთახმები, მაგრამ აი დღეს უკვე დადასტურდა ყველა ამბობს სხვა ჩვენ. ანუ შევთანხმდით რომ გამოსურდა ვითარება. გამოსურდა რომელია კაცო გადასარევი არის რომ ეს დაიბეჭდა მეთქე იმის კომიტეტის თავმჯდომარის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება ბომბა იყო ამათთვის. იმიტომ არიან ეხლა გამწარებულები, მაგრამ ორშაბათ დღეს, ნუ 3 დღის წინ არ იყო ესეთი ისა რა ინფორმაცია და მაშინ ერთ წამს რა დავამთავრო რა. ვარერებ თქვა ჯერ პატიმრების გათავისუფლება ყოფილიყო და მე დადებულიყო. ესა თქვა მეტი არაფერი არ ვთქვა. ერთ წამს და დიდი ბოდიში. მან ასევე თქვა ამ 40% ერთი სიტყვა რომ შეცვლილიყო აი ეს გარდამავალს რომ იძახე და ვითომ არავინ არ იცის და ძალიან კარგად იცის ვალერო დამიჯერეთ ვინც კი ესე თქვა და პოსტალიონობას მთავაზობს იმაზე ადჯერ მეტი იცის იურისპრუდენციაში და სიტყვა პარტიების სიტყვა ეს კაცი რომ ჩაეწერათ მაშინ პარტიები და არა პარტია. ეს არის და ნუ აზვიადებთ რა. ანუ ეხლა რას მეუნებით? რელიგიას მეუნებით ასე. არ გეუნები. იმან თქვა მეთქი ნიკა, იმან ვარერინ ეს თქვა. ვალება გელბახიანმა თქვა, რომ 40% პლუს ერთხმას თქვა იქოს ქართული ოცნება აკომპლექტებს მთავრობასო და ვერ აკომპლექტებს. არა. თუ კი აიღოზე კი არა იქ შემდეგში აწერია ბლოკები და პარტია და გააქრო ამოაშანთა იქა ბლოკები იქ როგორ წერია კაცო მახსოვს რა ბლოკები და ისენი კოალიცია საოცარ სიზმარში რა პარტიები ჩაწერილი იყო ნიკა რა აქ ჭირს განაჩე 60% ვინ იღებს ბატონო დავით ხო და აი პარტიები რო ჩაწერილი იყო მაშინა მოიგებდა ოპოზიცია წერია ბიჭო ბლოკები და კოალიციები წერია არა ბატონო ბლოკები და კოალიციები სუბიექტები ხო და აი ამიტომ საარჩევნო სუბიექტები აი ამიტომ ჩაეწერათ რა ამაში ამაში არაფერი არ წერია მოკლედ ბატონი ვალერი მოვა ჩამოვა გელბახიანი დაუჯექეთ ძმა ნახეთ ვინმე იურისტი თქვენი გასაკვირად იყო ძალიან არ მომზადებული პირდაპირ მინდა არ არის ეს რომელსაც აყვა ზოგი ჩასაფრებული ხალხი აი ხო გეუბნებოდით გაიყიდა ოპოზიცია ზოგი რატო გიკვირს რომ თუ ესე იფიქრებენ ზოგი ხელისუფლების მიერ წაქეზებული ადამიანები განსაკუთრებით სოციალურ ქსელში იყო ხედავთ ხო გეუბნებოდით რომელთა ნაკლებობას ეხა ჩვენ თუ გეუბნება ახლომახლო ნაციონალურ მოძრაობასაც ყავს თქვენ რა გონიათ ეხა ხელისუფლება გუხე დაკრებილი ზის ყოველთვის ცდილობს წარმოაჩინოს ვითარება რომ თითქოს თუნდაც ნაციონალურ მოძრაობა არ არის ერთიანი და აი ნაციონალურ მოძრაობაში აი ნაციონალურ მოძრაობას უნდა რომ მიშა ჩამოაშოროს პროცესებს და რა ათასი ინსტრუმენტი ნიკა ეს ხო გარდოვარია და ნუ გიკვირთ ესა და ამაზე არ არის არა მაგრამ როცა არასწორ საკვებს მიცემ საზოგადოებას ფიქრის აი თქვენ ახლა ამაზე რაც საზოგადოებულები რომ გამოვაგსტოროთ ვალერი გელბახიანის ადგილზე მამა ჩემი რო ყოფილიყო ანზორნელია იგივე რეაქცია მექნებოდა კაცო ნიკა არასწორად იმიტომ რომ ვალერი გელბახიანს აქვს ნდობა საზოგადოებაში აქვს ან მაგალითად გეუბნებით რომ მე თვითონ ვუსმენ მეთქი ამ ადამიანს და გავიკვირდა
ნიკა, ნუ გაგიკვირდება რა. დრო დასვას, კარგი, ანუ თქვა რომ პაციენტს აქვს იმპაქტი და არ ქონდა იმპაქტი პირიქით. არანაირი შეტევაც არ ქონდა. სტენოკარდიული. არანაირი. ისტორიაში არ მინდა სიტყვა ხა თქვენი ვიხმარო, მაგრამ ნუ რეალურად ესეც შეიძლება. არის ესე, ნიკა. მაგრამ ასევე გამოვიდა რომ ბატონმა ვალება გეობახია მაგრამ დავალებოთ ამ თემას. მნიშვნელოვანი ეს თემა არის დღეს ყველა. ნიკა არ არის ესა. მე ველაპარაკები ბატონო დავით. იმ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც წინაშე გადაცემას უყურა და შეშფოთდა და მაქვს კი, მაშინ მოდი იმათ მეწმეტყვი რა მაშინ იმათ. აი ვინც შეშფოთდი და ვინც ესეთი მრისხანე რაღაცები დაწერეთ რა ესეთ შვიდად შეხედეთ მოვლენებს. პირველი დღე იყო და გაურკვევლობა იყო. დღეს უკვე ყველა ალაპარაკდა იმაზე, რომ ხელისუფლება არასწორად იქცევა. დღეს უკვე ყველა ალაპარაკდა, მათ შორის ამერიკელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომ დათქმული შეასრულეთო. იყვება სიტუაციები და ნუ აყვებით ხოლმე ამ იმაზე კორონავირუსზეც რაც ხდება იგივე ამბავია რა. არ არის მასობრივი ისინი დაავადებები ხალხო. ამერიკაში აი გითხარით ხუთშაბათს იყო ძალიან საინტერესო გადაცემა ამ ამბავზე. ნიუ-იორკის შტატში 32 მილიონი კაცი დაავადდა გრიპი და 13,000 მოკვდა. კოლოსალური ციფრია 13,000 და მთელ მსოფლიოში ამ კორონავირუსით 2700 კაცია დაღუპული. არ არის ეს ისეთი მასობრივი და შემზარავი და დამთქმელი, როგორც წარმოჩენილია ბევრ ქვეყანაში და ასევე აქაც ნიკა თქვენ აი კიდე ერთხელ გეუბნებით თქვენ მართლა პრესში ხართ 1000 კაცი გიყურებდა ძირითადი დარტყმა და ძირითადი წრეხი თქვენზე მოდის ნაციონალებს დამთავრებინე ერთ წელს ვინც კი იქ დაუშვათ შეშინებული ან შეჭირვებული არის და ან ეჭვიანი არის იმად გასაგონადად დისკუსია იქნება რატო გვიკვირს იყოს ეს დისკუსიები ადამიანი მე მაგრამ რომ შემოწყდეს სიმართლეს და ახლა მაგალითად ასევე ეხა მე რა მინდა თქვა დავიგე მაგრამ ერთი წავით ერთ წლის წინადადებას ვიტყვი მეც არ მომეწონა მაშინ რომ ქუჩა აღარ იქნება არ უნდა იქნას აი ახლა ნუ გადახედე კვირის კასეტებს რა განცხადებას გულისხმობ არა რომ უდუნებრივია შვიდობიანი აქციები გაგრძელდება და აქციები არანაირად ხელს არ უშლის და ამ პირობაა ესეთი რაღაცეები პირობა გვიცემული აქციები არ ჩატარდება როგორ გეკადრება თქვენ მაგრამ თუ ეს შეთანხმება მოდის იმათაც თქვა შეთანხმება აღსრულდება პოლიტიკური დევნა შეცვლება პატრიოტული გათვალისწინება ჩვენი ამოცანა რა იქნება ჩვენი ამოცანა პიკეტირება რა ჯანდაბამიდა იმაში რა ქვია რუსთაველის გამზირზე იმისი რა ქვია ზაფხულში ივნისი აგვისტო და შემდეგ თვეებში ნიგა თუ რამე სისურელე გააკეთეს კამპანია დავიწყო და ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნებრივია ხა ისინი თუ კვლავ უკადრებას იკატებენ რისი მაღალი ალბათობა არის რაც უფრო ბიზნე ძალაუფლებას კარგავენ უფრო დათმობდება რომ მისი ხელისუფლება უფრო და უფრო არის მყიფე და შორდება იგი ძალაუფლებას რა თქმა უნდა ანერვულდება დაუშვებს სამედიცინოს მისთვის შეცდომას აქ იყო საუბარი მინდა თქვა და რამდენიმე ადამიანი გამომეხვავა და მთხოვა განმარტება რომ აი მაგალითისთვისო პოლიტიკური დევნის შეჩერებას და პოლიტიკური პატიმრების გამოთავისუფლებას როცა ახსენებთო რატომ გულისხმობთ მხოლოდ 20 ივნისის შემდგომ დაკავებულებსო დიახ ძვირფასო მაყურებელო ეს არის საინტერესო საკითხი მაგრამ იმდა იცოდეთ რადგან სხვა ეთერში გამიმარტავს და ეხლა გავიმარტავ ჩვენ იცით რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შევიკრიბეთ კერძოდ საარჩევნო სისტემის გარშემო. ის ეკლექტური, კაი გაგებით, ეკლექტური ოპოზიციური პარტია, რომელთაც არაფერი საერთო არ აქვს, ხო? დიდ ნაწილთან ჩვენ ერთად, ანუ ერთობლივ რაღაცა ფორმატით არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ, ხო? ალბათ გურჯანაძე წავა თავისთვის და ჩემი ამოცანა იქნება რომ ცოტა ხმა აიღოს და წავართვა და უთხრა ამოჩევს არ მიცეთ გაბატონინო გურჯანაძე სხვა გაბატონინო გურჯანაძე ეცდება საპირისპიროს რომ აუხსნა საზოგადოებას რომ ჩვენ არ მოგცეს იგივე სიტყვას გაბატონი ბესელია ბესელესთან მიმართებაში იგივე უნდა გავაკეთო მე რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღოს იმ ძალამ ვიშიც ხედავ ამ ქვეყნას უკეთეს მომავალს ხო არანაირ აქ ერთობაზე საუბარი არ არის და არა მხოლოდ ამ ორ ადამიანზე პოლიტიკურს ეხება ხო შეუძლებელი ეს ერთობა, ანუ საარჩევნო არ არის და არც იქნება. ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით ძვირფასო მაყურებლებო იმ პატიმრებზე, რომლებიც ჩემთვის პოლიტიკური პატიმრები არიან და დაკავებულნი არიან 2012 წელს, ზოგი 13 წელს. და იმ პარტიები, რომლებიც ვიღებენ მონაწილეობას ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ახლაც გეტყვიან, რომ ისინი არ არიან პოლიტიკური პატიმრები. შესაბამისად, ჩვენ თუ ამ დისკუსიას მათთან გავხსნიდით ერთობა არათუ ვერ შედგებოდა ორ დღეში დაინგრეოდა. გამიგეთ? ეხა გიგი უგულავოსთან მიმართებაში უმრავლესი ის პარტია, ვინც ლეიბორისტული ოფისშია,
თქვენ ეთერშიც უთქვამთ, ხო? მათთვის გიგი არ იყო პოლიტიკური პატიმარი, მაშინ როცა პირველად იჯდა ციხეში. და ამბობენ, მაგრამ ახლა საპირისპირო ოპოზიცია უკავიათ. ახლა ამბობენ, რომ არის გიგი უგულო პოლიტიკური პატიმარი. ესეა. შესაბამისად, ჩვენ თუ ამ გზით წავიდოდი, ის შედეგი, რომელიც შუალედური იქნა მიღწეული, ამ შედეგს ვერ მივახცევდით, ერთობა ვერ შედგებოდა. თორე ჩემთვის ნაციონალურ მოძრაობისთვის და შემოგვიყვეს უნდა ითქვას, რომ რამდენიმე სხვა პარტიისთვის, ევროპული საქართველოსთვის, რევოლუციური პარტიისთვისაც ძალიან არ არის ცოტა პარტია, რომელიც თვლის, რომ გარდა ამ 4 დაკავებული ადამიანისა, სხვა პოლიტიკური პარტიებიც არიან. მაგრამ ერთობა დაიშლებოდა. ამიტომ წავედით სხვა გზით და ჩვენი გამარჯვება უნდა დასრულდეს იმით, რომ მართლაც რეალურად ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს და გათავისუფლებიან. და ყველა დაუბრუნდება თავთავიანად. ძალიან კარგი იქნება და არ შემიძლია მას ნიკა ისა 7 თუ 8 წუთი რჩევდა. მე ძალიან არ მესიამოვნა დღეს ეს პუტინის ეს უცნაური და იმპერიალისტური განცხადება. 20 კითხვა ვლადიმერ პუტინთან იმას აქვს, რა ქვია. ასთანა კარარა სუდად იქცევა ეს კაცი და იცი არ არის რა აშკარად ან ძალიან დიდი სეზუილი აქვს ისე მიშა სააკაშვილზე და იცი იქ იმაში რა ქვია საზღვარზე რო გადავიდა უკრაინაში მიშა აღფრთოვანებული იყო ჟერინოვსკი აი ნახეთ აი მებრძოლი კაცი 20 კითხვა დაუსვეს ხო აი ხა წამოვიდნენ ერთჯერხას მაყურებელობა ეხა პუტინს დაუსვეს და გამოიტანეს ეს ყველა მოკითხო სოფლიო ამ სოფლიოს ყველაზე ძლიერი ფიგურაა ხო 20 კითხვა და ამ 20 კითხვიდან და ხომ შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე რომ ყველა კითხვა არის წინასწარ გავიგე. აბა რა. ყველა კითხვა რასაც პუტინის პრესამსახური დაავალებს კრემლის მედიას ის კითხვები ისვა პრესკონფერენციაში ბრიფინგი. და ერთ-ერთი აქედან 20-დან კითხვა შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილს. დაგეგმილი წინასწარ შეკითხვა. ნერვიულობს ღელავს. ვლადიმერი მან იცის რომ მისი წარმომადგენელი საქართველოში ბატონი ივანიშვილი და ივანიშვილის ასე ვთქვათ ხელისუფლება მარცხდება ამ არჩევნებში და სიგნალი გამოუგზავნა რა გამოუგზავნა სიგნალი რომ გამაგდით აქავარ გაყოჩდით არ ვიცი ეროვნულ მაგრამ ხახტო კარგით რა რუსეთის ერთ-ერთმა კოლეგამ თქვა რომელიღაც გადაცემაშია რუსეთის ფედერაციას სამივე ძალოვანი სტრუქტურის მინისტრი ყავდა ხელდასმული საქართველოში უშიშროების თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი შევრდომის ხელისუფლების დროს და რუსეთის დროშა ვერაფერი არის მაინც გამორიცხული არის ნერვიულობს პუტინი იმიტომ რომ უპრეცედენტო შეიძლება ითქვას და უნდა ითქვას ხარდაჭერა აქვს დღეს ქართულ საზოგადოებას ჩვენი სტრატეგიული მეგობრების მხრიდან და ნათელი სიგნალი გამოაგზავნეს 98-ჯერ რომ ჩვენ არ მიგატოვებთ და კუნფეხი გამოყო ეხა ბატონმა პუტინმა თქვა და ბიზნეს გამოუგზავნა არ ვიცი როგორ ჩანს სიგნალი რომ გული არ წაგივიდეს მაგრამ პირველები არიან ხოლმე როდესაც ჩამოაკითხავენ და მიყავთ საკუთარი ისინი ამსონეს ასე არ არის გეთახმები მახსოვდა ასან აბაშიძე წაიყვანა ვინ ივანოვმა თუ ვინ წაიყვანა ივანოვი წაიყვანა ბათუმიდან აკაც რეჟიმს შევარდნაძე რო გაისახნეს მაგან გაანაწილა ასე ამოუშვებენ თვითფრინავს უასე და ყველაფერი ჩასამენ ბიძინა ივანიშვილს ეხლა ვერც ერთ ცივილიზებული სამყაროს სახელმწიფოში ბიძინა ივანიშვილი ვერ წავა ისეთ გზას ადგას თუ სადმე წავა არ ვიცი მე სად კრასნოდარში მოსკოვში იქ ვერ წავა გამორიცხული წავა ხასაბაში იქ რა არის სიმთავარი დიდი ბოდიში რა მე და შევადესა დავაჯამო ჩვენი საუბარი აი მით უმეტეს რომ ქონება აქ დასაცავი და თავის ესე ვთქვათ რა ვიცი შეერასაცავს სადმე ბუნგალო უნდა მოძებნოს აი მით უმეტეს კბილებით დაიცავენ ამ პოზიციებს რაც ეხლა აქვთ მე მაინც შიშობ ვიცი რომ ეს მანევრი არის მოლაპარაკებების და დათმობა რაღაცა და ეგება რაღაცა კვანტი დაუდო და აი ისევ ჩავიგდო ძალაუფლება ხელში ეს საფრთხე არის და დღეს რას ისულელებსაც ეს ტიპები ამბობდნენ შეგი რა უცილობდა ვითარ ჯორიო ხო გახსოვთ განა და იძახენ არ არის პოლიტპატიმრები და ხო ის თალაკვაზე გასულ მეცნიერმა დემოკრატია სადა დემოკრატიული სახელმწიფოა ესა აი ეს მოსამართლეებს რომ ცხრის ფარასავით აიმას შევოდით იქ პარლამენტში და მაინც რომ გაიყვანეთ ის ტიპები ესაა დემოკრატია და საერთოდ ავტორიტარიზმი სადაც არ არის იმდენად შურის მაძიებელი და მაპატიეთ არ უხეში სიტყვა ალბათ ღვრძო ბომა ადამიანები ძინე ივანიშვილი
გიორგი მარგველაშვილის ის არაპატია, რომ გიორგი მარგველაშვილი არ გამოვიდა პრეზიდენტის რეზიდენციიდან და რაღაცა 4 ოთახში რომ უნდა რომ ეცხოვრა, ხო გახსოვთ? ის არაპატია და პენსია ის ხო და დაცვის წევრი ეს კერძო პირი გიორგი მარგველაშვილი ვიღაცაზე მოწონდა როცა იყო პრეზიდენტი ვიღაცაზე არ მოწონდა ხო მაგრამ ახლა დგას ისტორიის სწორ მხარეს და ხარს უჭერს გაერთიანებულ ოპოზიციას ბილ კლინტონს ეხლაც ყავს დაცვა ეხლაც და იმას ხეს აქვე ჩამოართვეს უფლება რომ იყოს ყავდეს დაცვის წევრი და იყოს დაცული ხო ანუ პრეზიდენტის ინსტიტუტის გადმოურბინა ამიტომ იმ დოკუმენტშიც ბატონო დავით ნათლად ბუნდოვანი მინიშნება განგებ გაკეთდა და სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციური უფლებამოსილება იმიტომ ჩაიწერა რომ ეს ეხმიანება გიგი უგულავას პატიმრობას გიგი უგულავას შემთხვევა გათავისუფლებისა იქნება სხვანაირი ვიდრე დანარჩენი ოქროშვილი რულო თამლიანის მათ ახვეთ ღონისძიება შეეცვალა პატიმრობიდან გირაოში და გიგი უგულავა უნდა გათავისუფლდეს სალომე ზურაბიშვილის შეწყალებით. ძალიან კარგი და მაშინ ერთ სურვილს შევსადა. იმედია სააღდგომო შეწყალების ფარგლებში გიგი უგულავა იქნება. აბა რო ისა რაღაცა აპრილის რაღაც რიცხვებში. გასო ამდენი ხანი მოსა. მოდი ესე დავასრულოთ ჩვენი საუბარი. ძალიან მომწონს ხოლმე ეს მუზეუმი ტაინი არის ეგეთი გადაცემა არის დისკავერიზე და ამერიკის მუზეუმებში ესეთი ორიგინალური რაღაცები ინახება და მე მინდა რომ აი ჩვენს ბედოლად პროკურატურას გაეხსნას აი ცოდვების მომნანიებელი მოსანანიებელი მუზეუმი თავის შენობაში და ნიკა პირობა მოუვეცი რომ ამას გადასცემ იმ მუზეუმს აი ამ იდიოტობას პროკურატურის სირცხვილია აი ძალიან ბინძურად თაღლითურად იმუშავეთ იმ დღეებში მტკიცებულების გარეშე იმ ბრიყვებს რომ კენჭი აყრევინე და აი ეს საათია თუ რა ქვია ამას სამაჯური სამარცხვინო აქტი ჩაიდინე და ცოდვები გამოისყიდეთ გახსენეთ მან მუზეუმი და პირველი ეს ექსპონატი დადებით ნიკა მერთანაც მართალი იყო იმ დღეს მე ვიყავე იქა და ძალიან ბევრი ქართველი იყო არავითარ მოწოდებებს მოლაპარაკებებზე იყო საუბარი შენ მიკროფონში ხმამაღლა ამბობ რომ ხალხო გვაძლევთ ნებას რომ დაველაპარაკოთო მოლაპარაკებაზე გავიდოთ იყო დაბეჭდილი ეს იდიოტები პარანოიდალური შიშები. ხო. ვიჭო რა არის ოიცოკონ რა. 20 ივნის მას სჯეროდა რომ იგი თავდებოდა. და მითუარესი მარის. ეხლა დამთავრდება თუ დამთავრდება. გასაგებია ნიკა მომეცინება რომ მოგთხოვო ეს რომ გადაეცით შემდგომში ნორმალურ სახელმწიფოში ეს პროკურატურა აქედან მოსაშორებელი ერთ რაღაც საზღარი შენობა რაღაც საშინელება არის დასანგრევი ესა და ნორმალური ისაა გასაშენებელი და მუზეუმში შევიტანოთ თქვენი სამაჯური ნიკა მელია გახდა ჩვენი სტუმარი არა პირიქით ნიკა მე მართა გეუბნები აი სინდისის ისახა რა აი არ ვიცი რა დავარქვა პოლიციას რა შორის მისჯილია ნიკა არის პოლიტპატიმარი იურიდიულად შინაპატიმრობა პატიმრობის ერთ-ერთი სახეობა ხო ესია იურიდიულად და მე სხვა შორის აი მივმართავ ამ იმას რა ვქია ბათუმშოს იქა და სახელმწიფო რო ბინები გაჩვენეთ გაიძერეთ ცოტა და შეტანილი რო აქ ნიკას იქ საჩელი რო გაამართდეს და წესით უნდა გაამართდეს დღეზე ველოდები რას აკეთებენ ბიჭო ნიკა კაი რა აზიანი გაწოდების მიღება უწევთ რომ მოგვიჩანს კეთილი ინება თორე გააყრიან ყველას ვაიმე ნიკა შეიცვლება ხელისუფლება აი ესეთ სისულელეს რომ გააყრიან ყველაფერი წესრიგში იქნება ნაწილობრივი გამარჯვება ამ ეტაპისთვის არის მიღწეული ახლა ჩვენ მეგობრებთან ერთად უცხოელ მეგობრებთან ერთად ბოლომდე უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება რომ ახსოვდეს კიდევ ერთხელ ამბობ ის ორკომპონენტიანი შეთანხმება ამის შემდეგ დავითვალოთ ბატონო ვის რა მხარდაჭერა აქვს აი კარგია ნახოთ შევხედოთ ვერც ერთი გაყალბება ვერც ერთი დაშინება ვერც ერთი ასე თქვათ ძალმომრეობითი ქმედება უკან ვერ დაახევიებს ქართველ ხალხს სიმართლისაგან იმ გადამწყვეტ არჩევნებში რომელსაც დიდი მადლობა ნიკა მაცხადების არჩევნები რომელიც თავის ბუნებით განსხვავდება განსხვავდება ნახე ყველამ დაინახა ქართული ოცნების აქტივისტებმა ზეგაწოდებმა კოორდინატორებმაც დაინახეს და დარწმუნდნენ ეტა იცოდეთ ეხლა მე ხო მაგ სალაგალად ურთიერთობა ხვდები ამ ხალხს ხო როცა ხვდებოდი კამპანიის უზომეზეოდა შესაძლებლობა ყველა მიხვდა რომ ანუ 4 წელიწადში ერთხელ
რაღაცა 300 ლარზე მიცემენ და არბიან ეს საწლები მუშაობა და მე 4 წლის განმავლობაში თან გავფასურდა ეს ლარი ზუსტად ესეა პირველ რიგში ვინმე თუ მოატყილებს და ვინმე თუ ზურგში აქცევს ქართულ ოცნებას იქნება მათ წიაღში არსებული დიდი ნაწილი საზოგადოების. მადლობა ამ გაცხადებისთვის. მე მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ და მართა მინდა რომ სასწრაფოდ დამთავრდეს ეს კრეტინიზმი აი ნიკასთან დაკავშირებით ეს სამაჯურიცი არ არის სირცხვილია საქართველოს საზოგადოების სირცხვილია. ვინც იქ 20 ივნის ვიდექით ყველა სირცხვილია იმიტომ რომ არც ქვებს ისრო და არც შეძახილები იყო პირიქით 3 ის იყო და მოლაპარაკებაზე მივდიოდი და დამამთავრებინე რა ნიკა მაცარი სულ შენ საუბრობ დღეს მოუწოდებ იმას საკონსტიტუციო სასამართლოს მიიღეთ ზომი და ასარით ყველას დამთავრდეს უნდა ეს კაცი ტრაგიკული დღეებია გატარებული მთელი ზაფხული შემოდგომა და ახალი წელი იმითია სამაჯურით არის ვერსად ვერ გადის და რა წესია ეს პროკურორს უნდა დაურეკოს რომ სადმე გავიდეს ნუ გაჯობაა და იდიოტობაა რა მახარებს რომ ჩემი სტუმარი ხარ და მალე გათავისუფლდები ამ კრეტინიზმისაგან